ამას წინ ბარბიმ ერთ-ერთ ეპიზოდში ახსენა რაღაც გამოთქვა იმაზე, რომ მხოლოდ ერთი მანქანა რო ყავდეს სიცოცხლის ბოლომდეო, როგორ მოუვლიდიო და მერე იგივე ანალოგი არის სხეულზე, რომ ეს ერთადერთი სხეული გაქვს და რა უნდა მოუვარო რა. ხო და ამას და ეს რაღაც იმაში პოდკასტში ქონდა მოსმენილი ეს გამოთქმა და ამას წინ HBO-ზე ვუყურე Warren Buffett-ზე დოკუმენტურს, რომელიც მე მგონი 2017 წელს არის გადაღებული, ან 2019, მოკლედ ცოტა ძველია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ Warren Buffett-ი მე მგონი რამდენის არის 90 რაღაცა 15 თუ რაღაცა წლის, არც ისე ძველია. რაღაცა რატომ გონია, რომ 80 მერე დრონელა მიდის, ანუ 80 და 96 შორის ნეტა დიდი განსხვავება ასაკში, არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? ეხლა უცბად მაგაზე დავფიქრდი, რომ რაღაც ასაკის მერე კიდევ უფრო მეტად მცირდება ასაკში განსხვავება რა, ანუ მაგალითად 60 და არა 60 ცოტა 75-სა და 85 შორის, მაგრამ პრინციპში ახლა ესე რომ ვუყურებ 35 და 45 შორისაც არ არის ესეთი დიდი განსხვავება, ანუ ჩემზე 8 წლით უფროსი მეგობრები მყავს და მეგობრობ თან კარგად. ხო, შეიძლება ეს არის, რა ქვია, ჩემი ეიჯიზმია და მიდრეკილება იმისკენ, რომ ადამიანები დავაიგნოროთ ასაკში, მაგრამ 80-სა და 95 შორის 15 წლის განსხვავება და მაინც გონია, რომ ნაკლები განსხვავებაა. არ ვიცი, იქნებ 80 წლის ადამიანი გვისმენს და კომენტარს დაკავშირებით, კაი, სხვა გაგწავედ. მოკლედ, Warren Buffett-ზე იყო ეს დოკუმენტური და აღმოჩნდა, რომ ეს გამოთქმა არის Warren Buffett-ის, იმიტომ რომ იქ სტუდენტებს ეუბნებოდა რაღაც უყვებოდა ამის შესახებ. ხო და ანუ ბარბის დავწერდი, რომ ისად ჩავუწერდი, იმიტომ რომ მეც მინდა მაგ დოკუმენტურს ყურება, მაგრამ ეზარებაო და მომიყევი, მოკლედ მევთხარ, რომ საინტერესო ადამიანია თქო და მოდი მეთქი ბარემ ვოისად ჩავწერ მის ამბავს თქო. მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ, ანუ არ ვიცი რაღაც ვოისში როგორ ჩავატიო მთელი Warren Buffett-ის 95 წელი ცხოვრების, მაგრამ თავარი ის არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია დღევანდელი დღითაც მსოფლიოში და ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყო ინვესტირების იმას ეძახიან რაღაც გურუს რა. და ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყო ეს ყველაფერი და თვითონ რამდენადაც არიან ესეთი ულტრა მდიდარი ადამიანები, რომლებიც რაღაცაერთ მაინც ახერხებენ, რომ შეინარჩუნონ კავშირი სამყაროსთან და მე მგონი, რომ ამ Warren Buffett-ის წარმატების მიზეზიც ეს არის, რომ მოწყვეტილი არ იყო სამყაროს. თან ყველაფერი წარმატებული არ ყოფილა მის კარიერაში, ანუ ყველა ინვესტიცია რა, რაღაცა ჯგუფი დაარსა, რომელიც ჯამურად აინვესტირებდა ფულს შესაბამისად იქ რაღაცა მოიგებდა, რაღაც წააგებდა, მაგრამ თვითონაც იძახის ამის შესახებ, რომ ძალიან გაუმართლა რა დროსაც დაიბადა, რა რასისაც დავიბადეო და რა სქესისაცო. ასე ორი დაყავს, რომლებსაც თვითონაც იძახის, რომ ჩემზე ჭკვიანები არიანო და მაგრამ ოჯახშიო მე მაინც უფრო თავისუფლად ვიყავიო და ჩემდებს უფრო მეტი რაღაც შეზღუდვები არა, მაგრამ აი რაღაც რო ისე უნდა ქნან, ესე უნდა ქნან, ისინი ქონდა რა რაღაც ჩარჩოები და ძალიან მომეწონა მისი მსჯელობა რა, ზოგადად იმ ადამიანისთვის, რომელსაც ახლა ეგრე დავგუგლე და 148.9 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. და კიდე ერთი რაც საინტერესო იყო, ანუ მის რაღაცნაირი ციფრებით იყო გატაცებული და მისთვის ეს ინვესტირების პროცესი იყო თამაში.
და უბრალოდ მოწონდა ამ ციფრებთან ციფრების ანალიზი და რაღაცებს გამოთვლა. და შესაბამისად, მისთვის რაღაც ისეთი შესაძლებლობა არ იყო, ფული პირველადი მოტივატორი არ იყო იმის, რომ ეს ინვესტირება დაიწყო, უბრალოდ აინტერესებდა ეს ყველაფერი და ცნობის მოყვარა იყო რა. და როგორც მივხვდი დოკუმენტურიდან და წლებითაც როგორც ვხვდები, ჯერ ახალი დაწყებული იყო მთელი ეს ყველაფერი. და ეხლა რომ ყოველი მეორე ადამიანი რაღაცა ის არის, რა ქვია, კრიპტო ბრო და ინვესტმენტ ბრო და ფაინანს ბრო, მაშინ სავარაუდოდ ეგრე არ იყო. და რაც იყო ძალიან საინტერესო და უცნაურიც რაღაც მხრივ არის მისი ურთიერთობა თავის ყოფილ ცოლთან, რომელსაც უკვე გარდაიცვალა და მისი ძველი ინტერვიუს ნაკვეთები იყო ამ იმაში, რა ქვია, დოკუმენტურში. ხო და ეს ძალიან ადრე გაიცნეს ერთმანეთი, ეს ქალი საკმაოდ მისგან განსხვავებული იყო, რა თქმა უნდა რაღაც ერთმანეთს ინტელექტუალურად აჩელენჯებდნენ და ამიტომ ძალიან მოეწონათ ერთმანეთი. მისი დების მეგობარი იყო, თუ არ ვცდები. და ბაფეტის მთელი ოჯახი, რესპუბლიკელები იყვნენ, მაგრამ ამ ქალის გაცნობის შემდეგ გახდა დემოკრატი და შეეცვალა რაღაცებზე სოფხედველობა და გაცილებით უფრო ფილანტროპი გახდა და ზოგად საკაცობრიო საკითხებში უფრო დაინტერესებული. შესაბამისად, აქედანაც გამოწვეულია ბევრი მისი წარმატებაც და რაღაც მიდგომები რა ბიზნესის მიმართ, რაც შეეცვალა და ინვესტირების მიმართ. და მეორე ადამიანი, რომელიც მის გვერდით იყო და მისი მეგობარი იყო ჩარლი, ერთი წამი უნდა თან მანგერი ალბათ. ჩარლი მანგერი, მოკლედ, რომელიც გაიცნო და მასთან ერთად აინვესტირებდა. თვითონ იძახის ეს ვორენი, რომ ამ ადამიანების გარეშე, ვინც მის ირგვლივ შემოიკრიბა, ნამდვილად ვერ მიაღწევდა იმ წარმატებას, რასაც მიაღწია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს რაღაც სჭირდება ვიღაცა, ვინც რაღაც მისი ცხოვრების საქმიანობის და ყველაფრის რაღაც ასპექტებს რაღაცებით ავსებს, იქნება ის რაღაც ცოლი, ქმარი, შეყვარებული, whatever, თუ მეგობარი და ასე შემდეგ. ხო და მის შემთხვევაში მოკლედ ამ მისმა მეგობარმა და მისმა ცოლმა, რომელიც ასევე მის მეგობარიც იყო, შეუსეს ეს რაღაცები, რაც მას აკლდა და რის შედეგადაც წარმატებას მიაღწია. და რაც მთავარია და რის გამოც მგონია, რომ რატომ არის წარმატებული და ჯერ კიდევ ესე რაღაცნაირად in touch არის სამყაროსთან მიუხედავად აი ამ აუარებელი ქონებისა, არის ის, რომ ეს ადამიანები ვინც ირგვლივ ყავდა, ძალიან პირდაპირ ეუბნებოდნენ ყველაფერს რა. ეს ჩარლი მაგალითად ბევრ რაღაცებზე კამათობდნენ ხოლმე და ამ ჩარლის დახმარებითაც შეეცვალა სოფხედველობა რაღაცების მიმართ რა, რაღაც ფულის მიმართ, ამ ინვესტიციების მიმართ და გაცილებით რაღაც სხვანაირი მიდგომები დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ კომპანიებში აინვესტირებდა და რის მიღწევა სურდა. ხო და ცოლზე რასაც თქმაც მინდოდა არის საინტერესო, რომ 1970 წელსო მე მგონი 4 თუ რაღაც ბავშვი, 23 ყველანი თავისი რაღაც ფაუნდეიშენები აქვს და ფილანტროპები არიან და ძალიან ბევრ რაღაცებს აკეთებენ თავის მიმართულებით. აქედან მგონი ერთი არის ფინანსისტი მხოლოდ და ერთი მუსიკოსია, ერთი შვილი და მესამე ამ დედამისის შექმნილ ფაუნდეიშენს მოშობა, რა ქვია, ხელმძღვანელობს და მოკლედ რომელიღაცა წელს ხო რაღაცა ან 70 იყო თუ 80 იყო, მოკლედ რაღაცნაირად
ეს ქალი მიხვდა, რომ მხოლოდ უორენ ბაფეტის ცოლობა არ უნდოდა და გადაწყვიტა, რომ თავისი ფეს ეპოვა ცხოვრებაში და ფაქტობრივად დაშორდნენ, იმიტომ რომ ეს კალიფორნიაში ცოლს გადავიდა საცხოვრებლად თუ დაბრუნდა თუ რაღაცა და ეს უორენი დარჩა მე მგონი სადღაც იმაში იყო მიდვესტში იყო, აღარ მახსოვს რა ბოდიში გეოგრაფიულ დეტალებს მომთხოვთ, შეგიძლიათ იმას რა ქვია დოკუმენტებს უყუროთ. ხო და ოღონდ მიუხედავად ამისა არ განქორწინებულან, ისევ ძალიან კარგ ურთიერთობაში იყვნენ და მისი მეორე ცოლი, რომელთანაც მხოლოდ ამ მისი პირველი ცოლის გარდაცვალების მერე დაქორწინდა 2 წლის შემდეგ. მისი მეორე ცოლი მისმა პირველმა ცოლმა გააცნო და ის იყო რა ქვია მიიმტანი იყო ერთ-ერთ კაფეტერიაში თუ რაღაცა სადაც დავდიოდითო და ძალიან ისო მომეწონაო და ვიფიქრეო რომ ის ბორენისთვის შესაფერისი იყო რა და მე რო წავედიო ვთხოვეო რომ მიმიხედეო ხანდახან შეიძლება ჭამაც დაავიწყდეს ხოლმეო რა იმიტომ რომ ამ იმდენად მოცული იყო მოკლედ ეს ვორენი თავისი ამ საქმიანობით და მესმის ძალიან კარგად მისი ამ dedication-ის რომ საკმაოდ მოწყვეტილი იყო სხვა ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილები წყვებიან, რომ ყოველ დღე მოდიოდა და ერთად სადილობდნენ და ანუ არ გამოუტოვებიათ ერთი დღეც და ანუ რაღაცა ოჯახურ ამბავში ოჯახურები იყვნენ, მაგრამ იმის იქით ეტყობა მაინც რაღაც წყვილის ინტიმურ ცხოვრებას რაც ჭირდება ყველა ემოციურ, ფიზიკურ თუ რაღაც ლეველზე, ალბათ მანდ ვეღარ აკმაყოფილებდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ მისი ყველაფერი იყო ამ თავის საქმიანობით მოცული. ხო და ამიტომ მოკლედ ამ ქალს იმასთან რა ქვია უთხრა რომ შენ მოკლედ მიაკითხე ხოლმეო ორენსო და მე კი ესე შევყვარდათ ამათაც ერთმანეთი თუ არ ვიცი შევყვარდათ ალბათ ხარ არ უყვარდათ რატო იქნებოდა იმასთან და ნუ რაც არა ენდობოდა და თან ახლა როცა ამხელა იმის რა ქვია სიმდიდრის პატრონი ადამიანი არის ძალიან დიდი შანსია რომ ვიღაცა იმას გადაყრო და ეგრედ წოდებულ გოლდიგერს მე შენ გეტყვი 1 თუ 2 მილიარდერი და მილიონერი გადაეყარა. ხო და თუმცა ანუ არ მეწოდებიან მაგის გამო უბრალოდ ფაქტად აღნიშნო. ხო და მოკლედ ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში ამ ცოლმა, რომელიც სხვა რაღაც რომ გაიცნა საერთოდ არც ის იყო ახალი დაწყებული ქონდა ეს მთელი ინვესტირება და ყველაფერი და სულ არ აინტერესებდა მოკლედ მისი ფული თუ რაც იყო და სულ სხვა მეებით foundation-ით რა სულ სხვა საძირკველი ქონდა მოკლედ მათ ურთიერთობას. ხო და მოკლედ ესე არ განქორწინებულან, მაგრამ უბრალოდ ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ ანუ მეგობრობდნენ, ნახულობდნენ კიდეც ერთმანეთს. იქ ხა რაღაც ინტიმურ დეტალებზე არ იყო საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა დამაინტერესებდა ნეტარ ხდებოდა თქო. ხო და ოფიციალურად საერთოდ არ იყო გაშორებული. და მე 2014 წელს გარდაიცვალა ეს პირველი ცოლი და 2 წლის შემდეგ დაქორწინდა ოფიციალურად მის ახლანდელ ამ მეორე ცოლზე, რომელიც ესე პირველმა ცოლმა გააცნო. ხო და მოკლედ ყველანაირად ძალიან საინტერესო პიროვნება. და ჩარლი მანგერიც საინტერესო ადამიანი არის, რაც მისი ინტერვიუდან გავიგე და როგორც ლაპარაკობდა რაღაცებს ძალიან ასევე განსხვავებული აზროვნების ადამიანი არის და საკმაოდ მომეწონა მთელი ეს დოკუმენტური და მივხვდი რატომ შეიძლება იყოს ეს ადამიანი საინტერესო. ხო და ეს იმედია გავეცი ბარბარა შენს კითხვას პასუხი აგერ 15 წუთიანი ეპიზოდის მეოთხედი ფაქტიურად ჩავწერე რა მეტი რა გავაკეთო. ხო და დააკომენტარეთ თქვენი
აზრები თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით და რამე იცით უორენ ბაფეტის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით?